ესე იგი სამშაბათს სულ რაღაც 2 დღეში ზეგ იქნება რუსთავი 2-ის მეგაპროექტი საქართველოს ხმის ფინალი, რომელსაც ჩვენი ძალიან კარგი მაყურებელი ელოდება და აინტერესებს იმ 3 ფინალისტისგან, რომლებიც გახლავთ აჩი ჯაიანი, ერეკლე თურქაძე და გიორგი ჭიალაშვილი, რომელიც აიღებს ბინას სახლში ან შევა სახლში, როგორც გენებოდ. მოკლედ ჩვენ გამოვიყენეთ დრო, სულ მცირე პერიოდი იმისთვის, რომ გავიგოთ ბიჭები როგორ ხასიათზე არიან, ღელავენ თუ არა, რა ანეკდოტები იციან, საერთოდ ზოგადად გავიგოთ მათ შესახებ. მას ასე საქართველოს ხმის ფინალისტების სტუდიაში აჩი ჯაიანი, ერეკლე თურქაძე და გიორგი ჭიალაშვილი. გთხოვთ. ერეკლე დინჯად შემოვიდა, როგორც ყოველთვის, როგორ ახარ? თავად როგორ. განწყობა როგორ აგაქვთ ბიჭები? კარგი. შემოგევლეთ, დაბრძანდით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს სტუდიაში, იქ იმ გადაცემაში კი იყავით, მაგრამ ეს ახლა როგორ თქვა ძირძველი ჩემი გადაცემაა და მაინც შინაურად გძნობ თავს. არ ვიცი ხა რა გითხრათ, როგორ თქვა რომ არ გეხუმრება თქო, რატო არა, კაცო, თუ გემღერებათ, გეხუმრება კიდევაც. ესეთი იმის მიუხედავად რომ ახალგაზრდები ბრძანდებით, მაინც თქვენი გამოცდილება სამეგობროა, ამბავია რაღაცა ანეკდოტი გექნებათ. მოკლედ, გული გადავაყოლოთ ზეგამდე რა. მე მინდა რომ ჭირდელი შეგიწყოთ რაღაცნაირად და კარგ ხასიათზე დავდგეთ, იმიტომ რომ მე პირადად არ მახსენდება არასდროს არაფერი, ერთი კავენის როცა თამაშობდი, კონკურსი იყო ხოლმე ზოგადი და დანარჩენი ესეთ კონკურსები, მაგრამ მე რასაც ხა თქვენ გიყურებთ ეს ბოლო პერიოდი ანთებული თვალებით ისა საერთოდ არ დამეძინებოდა. ეხლა თან ინდივიდუალური ამბავია და იცი რა მინდა გითხრათ კიდე რომ ესეთი პროექტები, რასაც ჩვენი არხი რუსთავი 2 აკეთებს, აი პირდაპირ ძალიან კარს უხსნის ახალგაზრდებს შემდგომი პერიოდისთვის და არა მარტო ახალგაზრდებს რა, იმასთან ერთად რომ ცნობადები ხდებიან და ასე შემდეგ ასე ვთქვათ სამუშაო ამბავი თვითონ მის კარიერაში წინსვლა, კონცერტები, რაღაცა კარგი რაღაცები. ჩვენი განვითარებისთვისაც ძალიან კარგი არის და. ხო, აი კარგი რაღაცები იწყება თორე. ეხლა მე რომ ინდივიდუალურად გადმოვალ კითხვებზე მაინც ზოგადად უფრო სიღრმისეულად გაიგებს მაყურებელი და რა მინდა იცი არა რაღაცა პირფერობით, ჩემებურად, კახურად მინდა უბრალოდ ალალად მადლობა უთხრა ამ არხს, იმიტომ რომ დამთავრდება ერთი პროექტი, დაიწყება მეორე დამთავრდება და არ არის ხო ეს ადვილი ხა რომ გაათამაშო ბინა ჩემი ხელფასის ხარჯზე. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი ამბავია რა, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ხრიდანაც შეიძლება მოწყობილიც გაქვთ, სახლიც გაქვთ, კაიც გაქვთ, მაგრამ შენი ნაშრომით, შენი სიმღერით სხვანაირად უდგები მე ცხოვრებას და წარმატება მინდა გისურვოთ სამივეს რა. არ დამაძალოთ ეხლა, არ დამაკვირდეთ ვის უჭერ მხარს, იმიტომ რომ ვერ შემატყობთ მაინც. თუმცა რა თქმა უნდა თქვენ შორის არის ადამიანი, რომელიც მე მინდა რომ იყოს გამარჯვებული, სხვანაირად ხო არ შეიძლება ეხლა. ერთი ხო უნდა მოგწონდეს, შეიძლება 2 მოგწონდეს, შეიძლება 3. მაგრამ როცა ერთი ბინა ხო ერთისკენ ერთს ეკუსნის რა. არ ვიცი ხა თქვენ როგორი მოლაპარაკება გაქვთ რა. თუ ეხა ესე ხდება ბიჭებო, იცი რა, თუ მე გავედი ვიყობ, თუ არა, აი როგორი ამბავია ხა შიგნით რა. კვადრატულად გადავყავით. რაც იყო ეგეთი გეგმები. იცი რა, მოდი ჩემ გაკვრით იყო ბიჭებო იმაზე საუბარი. მე და ნიკუშას გადაცემაში საიდან ხართ რაღაცა ფორმატიდან გამომდინარე, მინდოდა რომ ეს ასე ვთქვათ მოგხმარებოდით და ალბათ დამეთანხმებით რომ მე რაც შემიძლია ძალღონეს არ ვიშურებ რაღაცნაირად. აი რა არის მთავარი თავის დროზე მე როცა რაღაცა ნაბიჯებს დგავდი, ყველა ადამიანი მახსოვს ვინც ხელი გამომიწოდა და აი ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად ისა მე კახელი ვარ ხა პირდაპირ გაბადრულად არ მეტყობა, მაგრამ მაინც ღელავ ხა რომ გადევნებ თვალყურს, მიდიხართ, მოდიხართ და ძალიან გულშემატკივროთ, მოკლედ ამის თქმა მინდა. თქვენ საიდანაც დაიწყეთ და დღეს რასაც წარმოადგენთ, იმის ის არის ზუსტად გვიდევს ახლა ჩვენ წინ რა. ო აი ამის უნდა დავიწყოთ, მაგრამ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა გვჭირდება ხელის შეწყობა. ახლა მარტო ადამიანი შენ
როცა შეგიძლია, კარგია, მაგრამ იმისთან ერთად რაც თქვენ აუცილებლად და იმ ბავშვებს ყველას რა. რა თქმა უნდა, კი. აქვთ. მოდი რა ვქნათ, იცი ხა თქვენ ორი ხართ ერეკლესგან დავიწყებთ რა რაღაცა ისე მაფიოზი ვიძის და გავიგოთ ეხლა რა ხდება მაფიაში. მაფიის საქმე როგორ არის? რა ვიცი. იცი რა მე სულ მაინტერესებს განსაკუთრებულად რატო გაგადაწყვეტილი სუშავებში რო ხარ. ყველა კონცერტზე თითქმის უმეტესი ნაწილი შავები რა იმიჯია ეს. მომწონს რა ელეგანტური ფერია რა და მომწონს ესე. არაფერს არ გულოვ. რამდენი წლის ხარ? 22-ის. 22-ის. რამდენი შენ ხარ ლაგოდეხში დაბადებული, ხო? ლაგოდეხში დაბადებული გაზრდილი ვარ. ლაგოდეხში ვარ მეც დაბადებული, მაგრამ ბიჭებო, არ იფიქროთ ერეკლია, მაინდა-მაინც ვისაც გულს შემატყურებ რა. და მითხარი ხლა, ლაგოდეხი შენ გვერდით არის? მოწოდების სიმაღლეზეა SMS-ებში. ფაქტია თქო, ხო? ფაქტია რომ ჩემთან ერთად არის და რა ფინანსია ხო? ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა, ვინც თითოეულ არის მაინც გამ. მაინც აი შენ ვისი იმედი გაქვს, რომ გულშემატკივრობენ? მე ვფიქრობ იმ ადამიანების, რომელთა გემოვნებაშიც ვჭდები, ალბათ ისინი დამირეკავენ, ლაგოდეხელები დამირეკავენ, ნათესავები, მეგობრები თავისთავად, მაგრამ ჩემი მიზანი უფრო ის არის, რომ იმ ადამიანებსაც მოვაწონო თავი, ვინც ჩემი ნათესავი არ არის და ნათესავობით არ დამირეკონ და იმის გამო დამირეკონ ჩემი მუსიკა. აი ქუჩაში რომ მიდიხარ ამ პროექტის მერი როგორ არის? შეიცვალა გცნობენ ადამიანები. ერეკლეს აქამდე ცნობდნენ ის. ავიგე, მაგრამ გულშემატკივრობა რაღაცა. გულშემატკივრობა არის კი, რა თქმა უნდა რომ არის, ხა გულშემატკივრობა რო არ იყოს, არებიცხო არ იქნებოდა და გზნობ ძალიან დიდ სიყვარულს ძალიან ბევრი ადამიანისგან, ეხა სათითაოდ რო ჩამოთვალო შეიძლება ვინმე გამომჩეს და არა ხო რა თქმა უნდა სათითაოდ. ძალიან ბევრი ადამიანისგან გზნობ გულშემატკივრობას მე იმათი მეგობრებისგან, ნათესავებისგან და ეს ხო იცით ეს წრე იკრება და რა ვიცი, ალბათ რომ მოსწონთ ჩემი სიმღერა და მაგიტომ გულშემატკივრობენ ქუჩაშიც და ახლობლების, ნაცნობების, მეზობლები, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი. შეიძლება მთელი საქართველო არა, მაგრამ ის პატარა წრე რაც არის, ვინც არის ჩემი გულშემატკივარი, იმათიც მე უბედნიერია. თანისია, ხა ნუ მართლა ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ სიმპათიას გამოიწვევს, რომ აკრე ჯერ ახლა წარმოგიდგენია, ახლა აიღოს, აჭიროს და რამხელა უნდა მოახდინოთ თაბეჭდილება ადამიანებზე, რომ გადმორთონ ჯერ ამ არხზე, რაც არ გვიჭირს, მაგრამ მაინც მე ეს ამბავში ჩახვიდე. თან ყველაზე არ ვიცი გულწრფელად ეს ფასიანია ზარი? ფასიანია. კიდე თან იცუმეტეს. თან როგორი რაღაცა არის, იცით, აი ხო ყველა რა დარწმუნებული ვარ წუთებს ყიდულობს რა, ეხა ტელეფონზე არავინ აღარ იცხოვს ესე რა. ხო არ ვიცი. ანუ ეხა ვიღაცას თუ მოეწონე რა, წარმოიდგინე უნდა ადგეს, ჩარიცხოს ფული თავის ანგარიშზე. რო კონკრეტულად ერთი რაღაცა დავიჭირე. ხო. თქვენო ვერ მიხვდებითო თავიდან რომ დავიწყეთ რომ მე ერთ-ერთი ადამიანი არჩეული მყავს და თურმე არ ცოდია ხმა როგორ უნდა გამოეშვოდა ესე კი ჩვენ გულშემატკივარი არა რატო გვატყობთ ჩვენიდან არც ერთი არ არის არა ხო არ ვიცი ხავარ და უკვე არა არ ვიცი არ ვართ ეხა ეგეთ გამოჭერეთ ეცი რა ჩვენ ახლა აქ რომ მივიღო მონაწილეობა რაღაცა ცოტა ისე მგონია რა რომ არაფერი ამბავია თუმცა შეიძლება რომ მიიღო მაინც ფინალია რა თქმა უნდა არავინ არ იცის რა ხდება ფინალი ახლა დანარჩენი მაინც აქამდე მოვა ყველაფრის ფინალი არის მაგარი. აი რუსთავი 2 მაგიტოა, მაგარი არხი რომ აი აქამდე მიყავს ადამიანები რომ ამდენი რაღაცა ხდება. მე წარმატება მინდა გისურვოთ კიდევ ერთხელ. მოდი ბათუმზე გადავიდეთ რა. შენ ახლა ბათუმში შოთაშორის ახლა ჩამოვედი ბათუმიდან რო იცოდე შვილო მზიარი რამე კაი ამით გელოდებიან და ორი თვე ვერ ჩავედი. მოგენატრებოდა ხო? და დარჩენი შეუძლია. ბათუმელების იმედი გექნება კაი ხალხი, ოქრო ხალხი. რა თქმა უნდა. აჭარლები, ხო იქ რაღაცა გურჯაანი და თელავის ამბავია ქობულეთი ბათუმის, ხო? ქობულეთი ბათუმი. ეგ მაინც გაწყობს ქობულეთმა რომ კონტინენტია. როგორ გიშემატკივროს კაია ქობულეთმა. როგორ? ქობულეთმა რო გულშემატკივრობა მიმართულებით იყო შესკი მოსულა მაინც. როგორ არა, როგორ არა. ამ შემთხვევაში კი, ქობულეთში ძალიან ბევრ აუცილებელიცაა. არა, რატო ის მე მაგალითად ხა გურჯანის ზარებს მივიღებდი თუ არა? არა, ქობულეთში იმდენად კარგ საყვარელ ადამიანებს ვიცნობ, რომ იმას ზარებს მივიღებ დიდი სიამოვნებით. გჭირდება. ყველა ზარს მივიღებ. ყველაფერი მივიღებ. კარგი, პირველი სანერვულო მაინც რა არის? აი რაზე ღელა? რა თქმა უნდა, მომღერლისთვის და შემსრულებლისთვის ყველაზე სანერვიულო არის სცენაზე დგომა და სიმღერის სწორად შესრულება. სწორად არა, უფრო ანუ როგორც ჩვენ გვინდა ისე შესრულება. იცი რა მაინტერესებს, აი მე მახსოვს ხოლმე ხა
ოპერის მომღერლები, თეატრშიც კი მსახიობ, რაღაცა სულ პრობლემა და სულ ღელვაი, ვაიმე ხმარ წამივიდეს, რაღაცა კვერცხების, რაღაცებს, გლუკოზას ტეხავდნენ, რაღაცა ამბავი. ეს პრობლემები არა გაქვთ თუ არის? რა თქმა უნდა. არის. პრობლემები არა, უფრო წნევა. აჩის წნევა. ევა შეგაქ ხოლმე? წნევა აქვს 17 წლის არის და წნევა აქვს. ნევროზულია, შვილო, დამიწერე ნევროზული. კი, მე ძალიან წიკები მაქვს ხოლმე, აი რო გავდივარ გასვლის წინ მგონია რომ ხმას ვკარგავ რა რაღაცნაირად და აი ხო ამაში ისე არა და არ მომდის ახლა სუფრაზე როზი ხარ და მზერი ხარ იქ არ მოგდის და ხელა აუდიტორიის წინაშე მოგდის რა. კვერცხი არ გვიცდია ჯერ. კვერცხის ხო არც გაგიგია მამის ხვრივ. არა, გამიგია, მაგრამ არ გვიცდია ჩვენ. არა, მე მიცდია გადამიყლაპია და არ მოგდის არაფერი, ჩვეულებრივ ყლაპავ რა. აუთ ხმაც არ მოყავს, არც მიყავს. არაფერი განსხვავება არ არის. არის მე მგონი მშიერი ოპერის მომღერლების. მარტივად თუ დააყრდე. ახლა აქ როგორ არის? ამ შემთხვევაშიც გეხმარებათ ჟიური არჩევაში თუ როგორ ჩვენ გადაცემაშია თავისუფალი თემაა ფინალში, რასაც გინდა იმღერებ. თუ როგორ ერთი არის თავისუფალი თემა და მეორე ცოტა გვეხმარებიან. მეორე თემატიკის მიხედვით. თემატიკა არის. კონკრეტული თემა გვაქვს მეორე. ქუთაისზე რო გადავიდეთ, რა ხდება ქუთაისი? რამე ხო არ დაგჭა სათქმელი? მადლობა უთხრა არ მოუწოდო ადამიანებს, როგორც ერეკლემ. სიამოვნებით. რა თქმა ეს პირდაპირ რაბა? თუ გინდა შეპარვით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო არა მხოლოდ ბათუმელებს დააჭარბეთ, არამედ ყველა ადამიანს, რომელმაც ერთი ზარი მაინც გამომიშვა და აი ერეკლემ აღნიშნა დღეს ისეთი რეალობა და ისეთი ცხოვრებაა, რომ ყველას გვაქვს ჩართული ეს ულიმიტო პაკეტები. ამიტომ მაინც რაღაცა სირთულესთან არის დაკავშირებული, როდესაც ადამიანი ანუ კონკრეტულად უნდა წავიდეს. ძალიან უნდა მოეწონო, რომ შენს გამო ტელეფონზე ლარიც არის. დაგირეკავს, ჯერ რთული ნომერია 0903. რა არის თქვი შენი ნომერი? 0903 300 ერეკლე. 0903 300 შენ 8:15 და 14 ჩემი 0903 300 ხო და ამას გულისხმობ რომ ძალიან რთულია რა მაინც რაღაც კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე უნდა დაარეკო ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველას თითოეული ზარისთვის და შევეცდები რომ მაქსიმალურად გასიამოვნოთ ფინალშიც ჩემი ნამღერით და დარწმუნებული ვარ რომ ბიჭებიც იგივე სპირდებიან თავიანთ შემოქმედებით ქუთაისელების იმედი მეთვანუ მოგვიშალოს ამინ არც შენ და არც ჩვენ აცრულიად საქართველოს რა ხდება შესკინა მაგრამ აღელვები როგორც ყოველთვის სიტყვა ჩახუდება და სიყვარული ჩემ გადაცემაში რა მე ჩემებმა მაჩვენეს რაღაცა ისინი კომენტარები ძალიან უყვარხარ ხალხს და რანაირად უყურებო პაატა გულიაშვილო ვიღაცა მიწერს და ეთყო იმასაც კონკურსატი ვეგონე პირველად მე უყურებ ამათ სიყვარული ჩემო მეგობრებო და მომწონს როგორც მაგრად მღერიან და ახალგაზრდები რო არიან მინდა რომ იყვნენ წარმატებულები და მე ფიქრება ხოლმე ჩემ დროს რო ეგრე ვინმე დამხმარებოდა რა გაიქნებოდა თქო ამდენ გადავაგდებდით მე და კობა ბარათელი თოხს და მოვდიოდი სცენაზე ეს ხუმრობით ქუთაისი მოწოდების სიმაღლეზეა რა თქმა უნდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას გვერდში დგომისთვის პატივისცემისთვის, დაფასებისთვის, იმ ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენენ. ყველაფერი კარგი არის, იმ ერთი ზარის გამოშვება ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ნამდვილად ეხლა თითოეული ჩვენგან ისოს, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. აი ხალხს ვსაუბრობდით წეღან და იმ ადამიანების სიმრავლეზე, ვინც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. ჩვენ ვირჩევთ კონკრეტულად ერთ ადამიანს ცხოვრებაში და არაერთხელ მithქვამს პირადად თქვენთვის რომ ეს ადამიანი ჩემი ცოლი არის და კიდევ ახსენებ ყოველთვის ვახსენებ და იმის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი ქუთაისი იწყება ამ წუთას ჩემი და იწყება ყოველთვის ჩემი ცოლიდან და მე ხდება ყველაფერი დიდი სიყვარული მაგრამ აი იმ ადამიანებს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო უმეტესწილად ვისაც შეიძლება არა აქვს თუნდაც იმ 1 ლარის გამოგზავნის საშუალება მაგრამ აი გაზიარებას და იმის ნახვას რომ იმ ერთი ადამიანიდან ნახულობს ყველა 10 იმ 10-დან ნახულობს 1000 1000-დან 2000 და ესე იზრდება და
ეს ძალიან გვეხმარება თვითონ. რა თქმა უნდა. და მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ყველა იმ თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, ხარს გვიჭერს და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შემოვძვრეთ თქვენს გულებში, რომ ის სიყვარული შეგაგზნებინოთ, რასაც ჩვენ გზნობთ სცენით. გენაცვალე, მოდი სამივემ ერთად ვინც ჩვენ ხარს გვიჭერს და ჩვენს გულშემატკივრებს ერთი აპლოდისმენტები შეიძლება და მადლობა ძალიან. იკებო, ეხლა ჩვენ გადაცემაში რა ხდება, ნელ-ნელა თანაკრუთ ჩავერთოთ. თემებს გეტყვით დღევანდელი გადაცემის. კახელები, ოჯახი, ექიმები, ცხოველები, სპორტი, ქუთაისური, გურულები, ავტომობილები და სუფრა. ეხლა ხელოვნური ინტელექტის ამბავია რა, მე თვითონ თემას გამოვაცხადებ და ვისაც გაგახსენდებათ, უпростоят ამოვაგდებს. ეს ხელოვნური ინტელექტი, მოდი დავარქვათ დღევანდელ ხელოვნურ ინტელექტს საქართველოს ხმა. დავარქვათ. იყოს ესე, ხო შეიძლება რა? ხო და ვთხოვთ დღევანდელ ხელოვნურ ინტელექტს, ანუ საქართველოს ხმას, პირველი თემა გამოუშვას და გინდა ისტორია, გინდა რაღაცა, ორი კაპიკი თამაშდება, ბევრი არაფერი არ არის. რაღაცა 350,000 ლარი თამაშდება. 350 ლარია ჩვენი ბიუჯეტი იმ ბინასთან, რომელშიც თქვენ რომელიმე თქვენთაგან შევიდეს, არაფერი არ არის. თუმცა შეიძლება 350 ხმა. არის. 350. ეხლა რომ დავფიქრდი, მიკროფონიც არ მოდის სამფული. რო გითხრათ რომ მიკროფონი ის რო არის რაღაც ასეთი დინამიკები როა, ხო, ჩართავდა რომ ღერი ხარ. არ არის ცუდი. ხონებული აი თემურ ციკლაური რა, სანამ გარდაიცვლებოდა 1-5 დღით ადრე, რაღაც სუფრაზე მოხვდი, ხან საყვარელი ადამიანი ჯერ პიროვნება იყო და მე ხა არ ავხსნა. და რაღაც სუფრაზე ვარ, რა ხა თემურ ციკლაური, ხო წარმოგიდგენიათ და უცბად ერთი წუთი თუ რა გააღო რაღაც ჩარტა ამოიყო ეს დინამიკი დადო ჩარტო და დაიწყო სიმღერა სუფრაზე ბიჭო ვიცახი და ამაგდა აი სადამდე წავიდა უნდა წამომეყვანა დრამერი ისა აგე დამაკო ჩარტო სადაც ვიდა მღერი ვარო და ის ნამდვილად მოგივათ რა ამან გაჭედა ესეც ნერვიულობს მე მგონი ფინალის ამბავია რა და ნახოთ რა იქნება 350 ლარი თამაშდება მეთქი ხა ვერ გეტყვით რომ უნდა წახვიდეთ და წინ ფინალია დღეს დალიოთ, მაგრამ აი რო გავა ფინალი და რო დალიოთ არ გამომაპაროთ იცოდეთ. არა. რომელიც გაიმანოს. გურულებზე რავი გახსენდებათ, არ გახსენდებათ. ერთი სანამ დაიწყებ, რა მინდოდა, ეს შენ სად მუშაობდი? მანამდე მუშაობდი ხო რესტორანში? კი. თქვენ არ გიმუშავიათ. მე ერთგან მუშაობ, ოღონდ ხმანო, არ ვცდილობ ხოლმე რომ სიმღერით ვიმუშაო რესტორნებში რა. ხო. იმიტომ რომ უზოგავ რა თქვა და მხოლოდ უკრავ რა იქ. რომელიმე კლუბში რაღაც. ერთ-ერთი რესტორანი არის სორმონი, აზბეგზე და იქ უკრავ არ კონცერტმეისტერი, ერთი ძალიან კარგი გოგონასი, რომელიც მღერის ჩემთან ერთად. ანუ მუშაობ და თქვენ არა. მე მუშაობდი, ოღონდ სიმღერის კუთხით არა. ისე სასტუმროში მუშაობდი. ანუ თქვენი ამბავი რაღაცა და ასევე ბოდიშის მოხდით ამჟამადაც ვარ აჭარის ტელევიზიაზე წამყვანი ერთ-ერთი გადაცემის. ხო, ძალიან კაი, შვენიერი. ანუ თქვენი ამბები გააქვთ. გურულებზე რა სიტყვი? მითქვით რა? ახსენდება? მიდი. მოკლედ ესეთი სიტუაცია, სამი ქვრივი გურული ქალი ზის და შავები მოუხდა მაგანი და შავები მოუხდა. მოაში არიან და ერთი ქალი ამბობს რომ მე უღალატეო ჩემ ხმარსო და ალბათო გადაბრუნდებაო საფლავშიო და ფეგრა არისო მეორე ეუბნება. მეც უღალატეო ჩემ ხმარსო და ალბათო საერთოდ ტრიალებსო და მე სამეოს მე არ მიღალატიაო და ეხლა მე ის ორი ეტყვის რომ ასე არ შეიძლებაო ნაწოლები გაუჩნდებაო. ნაწოლები გაუჩნდება შეიძლება ეგრე. არ ზრუნავდნენ რა თავის ქმარზე რა. კი ბატონო. მე გახსენდება გურულებზე რამე ანეკდოტი. რავი, ასე უცებ არ მახსენდება, კრანი ხო არა მოუშვა და მომიყვება. სიზმარია მაგ. მე მახსენდება გურულს. შეგენაცვალე ბიჭო, იკვეტრიალი. ანეკდოტებში ძალიან მოვიკოჭლებ. გადმოცემის უნარშიც და ტევადობაშიც, ამიტომ დაჩვენდი ვაში რა. ჩავეჭრე, ვირო მეც მინდოდა მაგის თქვა და მე იგივეს დაგინახვების მაო, ერთად ვართ მეც ეგრე ვარ. მოკლედ ერთ-ერთი გურულის ოჯახიდან გამოდის ხამე რაღაცა ხმაური, რაღაცა ისეთი ხმები რა და
ეს ხმები არის ამდაგვარი. როგორ ახარ შვილო, როდის ჩამოდიხარ? გელოდებით ყველა და ეს არის ძალიან ხო ღამე გვიან არის ძალიან ხმაურიანი ამბავია რა ოჯახში და დილით გამოდის მეზობელი რა და შეხვდა ამ ოჯახის უფროს რა და რა ხდებოდაო ღამეო რატო იყო ესეთ ხმაურიო პირილიო და ბავშვო ველაპარაკებოდიო თბილისშიო და მე ვერ დაურეკეო აი ხა მე შეგეთქვი მაგარაღებს რა შენ ეხლა იცოდე რომ ძალიან მაგრაყვები უცნაურად ანეკდოტებს პირველი ამ უცნაურობას ვამბობ რომ აი ესე როცა ვერ ყვებიან გამოდის ხოლმე უცნაური და ასერიოზულები და სერიოზული და კაი გამოდის აბა მე რო ვიცი აჩის ამბავი როგორ ლაპარაკობს შე რეპეტიციებზეც კი მოყევი რამე გურულებზე თუ არ გინდა ნუ მოყვები შემდეგზე გადავიდეთ კარგი აბა ვნახოთ შემდეგი თემა რა არის ბიჭებო ეხლა კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს რომ სამშაბათს საღამოს 10-ზე რუსთავი 2-ზე მეგა პროექტი საქართველოს ხმის ფინალისტები გახლავენ არაჩვეულებრივი ადამიანები უნდა უგულშემატკივროთ და ერთხელ კიდევ თქვი შენი ნომერი 0903-300-308 თქვენი ნომერი 0903-300-315 და ჭია 0903-300-314 და უნდა მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ რომელიმე მათგანი შეაღებს საკუთარი სახლის კარს. 10 არიცი? ანუ მე ვიწყებ? რაღაცასაგად უნდა დაიწყოს. და ერთ ისტორიას მოყვები, ეს ჩვენი მეგობრები არიან ქუთაისელები და თბილისში ჩამოვიდნენ დასალევად ახლა რა თქმა უნდა, ნამდვილ ამბავს ყვები? რა თქმა უნდა. და რომ დალიეს კარგად, გაიგეს საღამოს რომ ერთ ძმაკაც გარდაეცვალა ბებია. და ეხა ქუთაისური სიყვარული კი მოგეხსენება რა არის, ეხა უეჭველი მის გვერდში უნდა იყვნენ. კი. და ნუ მანქანაზე ვერ დაჯდა ეხა ვერც ერთი იმის გამო რომ ნასვამები იყვნენ და ძმაკაც დააჯინეს და წავიდნენ ღამე პირველი 2 საათი იყო და ჩავიდნენ დილის 5 საათია და ურეკავენ მის ძმაკაც რა და გიო ჩამოვედით ჩვენ ქუთაისში და ამევიდეთ პანაშვიძეო და იმასაც ეძინა ეს საწყას და არა იყავით გადმოვახედებ და წადით სახლებში გიალია იცით ეგეთი მსახიობი გია გოგიშვილი ვინ გია გოგიშვილი გამიგიო მაგრამ არა მოკლედ ჩვენი მეგობარია ძალიან კაი ადამიანი მსახიობი და იმას აქვს ბებიაზე არაჩვეულებრივი ისტორიები და სტუდენტები ვართ რა და მახსენდება ეგეთი რამე რომ მოყვარა რომ დამირეკესო რომ ცუდად არის ბებიაო და ბებია და დედამისდიდაო და უნდა ჩამოხვიდეო გიალიაო პატარა თითსაჭრიანო ბებიასო და შენი ხელმოწერა ჭირდებაო დედაო დაოფაცრუდი აქეთური ჯერ ათიმანეთი ლარივი შესხეო აბა გეხვეწებით სადმინდი ხარ ხელის მოწერა უნდა ჩავედი სადაჭრით რასა ფეხსეო პატარაზე მშვილთიცო აბა მოვაწერე ხელიო და მოაჭერსო ჩამოვედი 10 დღეში მირეკავე გიალია კიდე წავიდა ის მაღლაო და კიდე პატარა ნაწილი არისო და შენი ხელმოწერა უნდაო და ჩამოდი აბა კიდე ათიმანეთი აბა შენი აბა ჩავედი მოვაწერე ხელი ჩამოვედი დავისვენეთ დამჯდარი არა ვარ მირეკავე გია კიდე წავიდა კიდე პატარა მოკლედ ასე პატარა კუბოებით გააგვთო და იმექი შეუნებიო რომ არის შეიძლება რომ დიდი ფურცელი გააკეთო დაწეროთ მუხლამდე კოჭამდე ხეთ მოვაწერო ხელსა და ასე ნელ-ნელა ისქნე და ფოროს ედამ დამირეკავ გარდაიცვალა გიალიაო ისა და ჩამოდიო რა და მივედი სწორი დაწნავი იყო დარჩენილი მათ ყველა ფენდელელა მოაჭრეს სწორი დაწნავს დავტინოდი აუ მოიჭრებს გამახსენდა ის ქუთაისელი ნუ ტაქსისტი არის ახლა და ძალიან უყვარს რა ტაქსეჯდომა და ევასება მაგრად რომ აი კლიენტი უზის და ყველგან მიყავს და ყოფდა ავარიაში სამწუხაროდ ხო და მოაჭრეს ხელი ერთი ხელი მერე გააგზელა ეხა ის ხელი აღარ დაჭირდა ცალი ხელით აკეთებდა ყველაფერს სიჩქარეებს გადართავდა მერე კიდე მოხვდა ავარიაში ეს საწყალი ორი ხელი თუ მოხვდა ერთი ხელი მოაჭრეს ფეხი
მეორე ფეხიც მოაჭრეს კიდე მესამეთაც მოხდა ავარიაში და ბოლოს ახლა არანაირად უნდა გაატაროს მანქანა და მაგრამ მაინც ტაქსეზის რანაირად ზის ტაქსეო კაც ნახევარია დარჩენილი არაფერი სარკეზი ჩამოკონძიელებულია და ასე გადავს აი აბა ვიდი ესეთი მოკლე ანეკდოტი მახსენდება ქუთაისზე. ორი ძმა არიან მოკლედ ძალიან გვარან ერთმანეთს რა გარეგნულად და ქუთაისელი შეხვდება ერთ-ერთს და ეკითხება რომ შენო რომელი ხარო წინა კვირასო გარდაიცვალაო თუ მისი ძმაო? ოღონდ სიმონო. მე ქუთაისური არანაირი. მოგითხარი რომ შენ მაგრაყვები მეტი. მე მაგ ჩემი მიმდინარეობა რა. შენი მიმდინარეობა. ოღონდ სიმონო. ჩაგეთვალა. საუბარ. აბა ერეკრე კიდე გეცე მოკლედ ქუთაისელებზე ერთი ესეთი არ მოდი ეს არ მოკლედ ერთი ესეთი ვიცი ავით დახურე მოკლედ ერთი ესეთი ანეკდოტია ქუთაისელი ბავშვი ბაღში ბაღიდან გამოდის ქუთაისელი ბავშვი და მოუნდება მოშარდვა რა და მივა იქვე კუთხეში და ჩარიყოფს და არა იმ ანეკდოტის გაგრძელება არ არის მაგ ჩავრებრივი იმ ანეკდოტის გაგრძელება. არა ბაღის ბავშვი და არა ბაღის ბავშვებზე არის აი ეს ის არო დაიბადა კაი მიდი მოკლედან ქუთაისელი ბავშვი არის და მოუნდება მოშარდვა რა ბაღიდან გამოდის და იქვე მივა კუთხეში და ბიჭია რა ქუთაისელი ბიჭი არის და კოკოა თუ ბიჭი იქვე მივა ეხლა და ო საინტერესოა მერე არა მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ისტორიაში და მივა იქვე და ნუ ეხლა ბუნებრივი მოთხოვნილებაა ეხლა ზაარო მოგინდება სხვა გზა არა გაქვს დაიწყო ეხლა ბავშვმა და იქვე გამოივლის პატარა გოგო და ეგი მესმინდაო დედაო იმის რო აქ ვარ ისო კაკაიაო და რა თქვენ დედა მისი ეუნება მაგაზე ნუ ნერვიულობ შვილო რო გაიძდები ესე გეკრება ასე გეკრება აი როგორ ანეკდოტებს ყვები იცი შენ იმენა დაგხურავე იმენა და ეგი მესმინდაო რა ასე გეკრებაო რო გაიძდები კარგი ბიჭები ხართ კარგი მოდი ეხლა მე მინდა რომ შენ გთხოვო გავხსნათ თითო სიმღერა რო იმღეროთ და ერთი სიმღერა გვიმღერე და თან შენი ნომერი მითხარი 0903-300-314 0903-300-314 კი ბატონო აბა მიდი დადასარევი აი ხო გამოვაცხადე შენი ნომერი მადლობა მოვაცხადე ახლა შემდეგი თემა ვნახოთ შენ მომემზადე და შენ ნომერს გამოვაცხადე ნახოთ აბა საქართველოს ხმა ბაჩვენე მოტი ყოუნდო და ეს იყო მაგა ცხოველი აბა რომელზეც ყველებზე მე მახსენდება ერთი შენ მაგარი ანეკდოტები გახსენდება სანამ ვყვები ჯერ პროდიუსერებს და ზემოთ ხალხს მინდა ვთხოვო რომ ჩემი ანეკდოტების მოყოლის შემდეგ არ დახუროთ ეს გადაცემა მაქვს ასეთი თქონა ზემოთ ხალხი მაგრამ ზემოთ არ ვიცი ვიზეთ ჩვენ არ აყვავს ზემოთ ხალხი არ ვიცი კარგი გისმენთ აბა მოკლედ ესეთი გურული და კახელი ქათამი ერთად პირველად გავიგეგე საკათმი არის და არიან იქ კახელი ქათამი და გურული ქათამი და ეს კახელი ქათამი ამ გრულ ქათამს ეუნება რომ შენო რა ის ქათამი ხარო ჩემი კვერცხიო 60 თეთრი ღირსო შენ ისი ქათამი ხარო შენი კიდე 40 თეთრი ღირსო რა ეს გურული ქათამი გახედავს და ეგ გამაკლია ეხლა 20 თეთრის გამო გავიხო რატო აი ახელი რო არ გეთქვა არ შეიძლება კარგი აბა ბიჭებო ცხოველები იყო მაგრამ ჩაგითვლი ფრინველები მეფე ცხოველთა მეფე შეკრიბავს ცხოველებს ყველას ირგვლივ და ნიაგარას ჩანჩქერთან არიან მისულები და შეგენებ ვინც აქედან გადახტებაო და ცოცხალი ამოვაო თელ ჩემს ქონებას რაც კი გამაჩნიაო ყველაფერსო იმას ვაჩუქებ
ასე მოწმენდილ ვაფშე ყველაფერს ვაჩუქებო რა. არა, მოწმენდილცაზე გამოაცხადა. მოწმენდილცაზე. ნიაგარას. ხო, წინა დღის ნაწვიმარი კი იყო ეს. ხო და მე ნუ ეხა ყველა უკან დაიხია რა და კურდღელი გადახტა. ამოდის 1-2 საათის მერე კაი ნაბძოლები, ნაომარია ნიანგთან, იმასთან ყველასთან და მე მივიდა ეს ყოველთა მეფე და შენ გენაცვალეო მეო. აი, ჩემი გვირგვინიო და ეს ჩემი ქონება მთლიანად რაც არის წაიღეო და შენი ქონება ეკეთე და იკვერნა სადახელი რომ იჯიკა. იჯიკა უნდა გავა. აბა ეგა თავარი. მოყვები რამეს. მოუყვები დიახ, ისმენთ. ჩემი მიმდინარეობას გავაგრძელებ ისევ ჩემი მიმდინარეობას. რეალური ამბავია და ბიჭები იცნობენ იმ ადამიანს ცხოველებზია. ცხოველია. მოკითხვა დიდი სიყვარულით მიხვდება ვიზეც არის საუბარი. ცხოვრებს თუ? არა, იმ ადამიანს რომელმაც მოყვა ეს ამბავი. მოკლედ ჩამოვედით ამ პროექტის გამო ბათუმიდან მე და ჩემი მეგობარი. მერე გასაგებია უკვე ვიზეც არის საუბარი და საცობში ვართ. თბილის საცობები არასენებად. არაკლია. და ვებხიდან მოყმის ეგთან გავიჭედეთ, ესე რომ ვთქვათ და ვეკითხები ამ ჩემ მეგობარს, რომ ეს რა ძეგლია თქო და თან ის მაქვს რომ აი წინასწარ უთხრა ის უბრალოდ ველოდები რომ ბანალურ პასუხს გამცემს რა ამ ხუმრობას რომ კაცი რო ძაღს აღწობს რაღაცას. და ამას ველოდები და ვეკითხები რა ძეგლია თქო და ეს ტელეფონშია თან რა და გამხედა ესე რა ცალითვალით და აი რას მეკითხებიო ეხა აი მიპასუხე მეთქი თუ იცი თქო რა და ესა ვეფხის ტყაოსანი მოკითხვა დიდი სიყვარულით ერთი მანქანის ხელოსანი იყო რა კახელი და რუსთავიდან დადიოდა რა შედარებით იაფიაკი და შოურ სადღაც იქით რავი თბილისში ვიღაცას დაურეკია რა ეს აზი არ არის გზების რა როგორ მოვიდეო თქვენამდეო რა სად მუშაობთ აი რუსთავიდან რომ გამოხარ არა უძო ვაგე საბურთალოზე ვარ არა აი მოვისვინე რუსთავიდან რომ გამოხარ არა უძო მე მეტი გზა არ ვიდა რუსთავიდან იცოდა პარტო აქ ზარვიდა რუსთავში მოდი და ჩვენთანაც აი ამ ჩემო მეგობრმა ალიდან ინო იცის ვებხიდან მოყმე არა კარგი მოდი შენი ნომერი მითხარი ხა გამოვაცხადო 5-9 ექსაცული ზომაც მოაყოლე მაგრამ და აგიგდებ კაი მე ორივე ნომერს გავაჟღერებ ორივე ნომერზე შეგიძლია დაურეკოთ გოგოებმა და და რაზე დავრეკო სამშაბათ ფინალის შემდეგ 0 0-9-0-3-315 0-9-0-3-315 დიახ დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ხო? დიახ ხო გისმენ მზეიცინის მოდი ჩემთან თვალჟუჟუნა აპრილია რა თბილია სიცოცხლე და შენთან ყოფნა რა თბილია ლექსის კარი
გიჩნდება მოკლედ ეხლა პირდაპირ თავისუფალ თემაზე გადავალ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად წავედით გესმის და მაინც აიჭრა აქ ამბები რა, ვინ რა როგორ თავარია რომ ჩვენ ტელემაყურებელს არ დაავიწყდეს რომ სამშაბათს უნდა გვიყურონ საღამოს 10 საათს და უყურონ ყველაზე მაგარ და ძალიან კარგ პროექტს, რასაც საქართველოს ხმა ქვია, 3 ფინალისტი გვიზის და ვისაც გულშემატკივრობთ, უნდა იყოთ ყოჩაღად დაურეკოთ და დაუმესჯოთ, იმიტომ რომ ბინა თამაშდება, ჩემო კარგო, იმ ყველაფერ სიკეთეებთან ერთად რაც არსებობს. თავისუფალი თემაა, თითო ისტორია რაც გინდათ მოყევით და გადაცემა დავახურინოთ, შენ რომელსაც გამოვაცხადებ, არ მოიწყინო და მამაე, რა ვიცი, გისმენთ. მოდი ერეკლეს დაუთმოთ. ერეკლე დაიწყე. მოკლედ ესეთი სიტუაცია, მეგრელს ყავს ძალიან მაგარი ჟიგული რა და ჩავა სვანეთში. ხო და იქ სვანეთში რო ჩავა ერთ-ერთ სვანს ძალიან მოეწონება ეს მანქანა, აუ რა მაგარი მანქანა ყავსო, ეხოცები მომყიდეო და ეს მეგრელი არ ყიდის რა. ფოცხალი თავით არ ყიდის, არ მოგცემო შანსი არ არის, მაგრამ ეს სვანი იმდეს ელაპარაკება, იმდეს რომ ბოლოს გადავწყვეტს რომ კაი ჯანდაბას მოვყიდიო $3000-ო რა და აი $3000-იო ძალიან ძვირიო, თან დოლარიო, ვერ გადავიხდიო ამდენს. რასაო ეს ისი რა მაგარი მანქანაა, ვიცი რა შეუძლიაო, წამ თუ გინდა განახევი. წამოდიო რა პრობლემაო და დადგებიან ყველაზე მაღალი კლდე რაც არის, იმის წინ დადგებიან და ეხაო შენო თვალები დახუჭეო, მეგრელი ეუნება და ნახაო რა შეუძლია ამ მანქანასო, დახუჭავს ეს სვანი თვალებს. ეს მეგრელი შემოულის ამ კლდეს წრეს და აბა ეხა გაახილეო და ამ სვანს გონია რომ ამ კლდეში გაიარა ამ მანქანამ რა. აჰუ რა მაგარი მანქანა ყოფილა უყიდულობო, არ მაინტერესებსო იყიდის ეს სვანი ამ მანქანას. ეს მეგრელი წამოვა ბედნიერი დაბრუნება თავის სამშობლოში და ეს სვანი შობლოში. ეს სვანი ხა გაივლის წავა მივა იქ თელს ვინს ყავს იქ უბნის ბიჭები ჩასვავს ზოგი კაპოძეზი ზოგი უკან საბარგულშია ზოგი სად არის ზოგი სად არის ზიან მიდიან ხა უხარიათ მაგარი მანქანა ყავთ 100 120 130 განავითარეს ამ კლდის წინ ხა და უნდა რომ ანახოს რა შეუძლია ამ მანქანას და 150 160 და ხეთკავს ეგრევე დაეტაკებიან ამ კიდეს გადმოსვიდებიან და წამოდგება ეს სვანი თან იფერთხავს და თვალი რომელმა არ დახუჭე თუმდა მ***ლა დედა კარგი, მშვენიერი. კარგი, აბა, მოყევი. მოჭრის ამბებს გავაგრძელებ ახლა თავისუფალ თემაში. მოკლედ კახელს ურეკავენ დამტაცებლები და ეუბნებიან, რომ გაიტაცეს მოკლედ ამ კახელის სიდედრი. და ეუბნებიან თუ გინდა რომ იხილო ისევ სიდედრი ჯამრთელი სახლში, ოჯახში გადაიხადეთ 100,000 და დავაბრუნებთ ოჯახშიო. დაეჭვდა ეხა ეს კახელი და როგორ დავიჯეროო რომ ნამდვილად თქვენ ყავთო ჩემი სიდედრიო და აიო თითო მოვაჭრითო და გამოგიგზავნითო რა. არაო თითიო რანეთ გავარჩიო ეხა ყველას ერთნაირი აქვს. აი მაშინო თავი მოვაჭერითო და გამომიგზავნითო და დავრწმუნდები რომ ჩემი სიდედრიაო ნამდვილად. ამბავის დასაცრული. ამბავის ჭირი იქა. კაი ბიჭი ხარ. აბა, ნუ ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი ადამიანია, რა თქმა უნდა ვიცი რომ დარწმუნებულიც ვარო თქვენს გეცოდინებათ. ბატონი ტუა, ქუთაისელი, მარქსისტი. ხო და არასდროს ხო უკან არ იყურებოდა სარკეში, ვინ ჩაჯდა, როგორ ჩაჯდა, რანაირად ჩაჯდა და ერთმა მანდილოსანმა ქუთაისში გააჩერა ჭავჭავაძეზე და უთხრა რომ თბილისში რამდენად წამიყვანო და ამან უთხრა რაღაც თანხა და რამოდენიმე წამი დაყომდა ეს ქალი და კარები დახურა და ამას გონია რომ ჩაჯდა. ხო. წამოვიდა თბილისში. წამოვიდა თბილისში და როგორც კი შემოვიდა უკაცრავად თქვენ სად და ნუ აღარავინ აღარ არის. ამდენვე მოშლილია, არვე ბღნის ყველაფერს და ამდენვე მოშლილზე წამოვიდა კაი თბილისში მაინც ვიტაქსავებ ცოტა ხანიო და ვიღაცა ქალმა უქნა ესე. არა ესე უქნა ბოდიში. ხო და ნუ ამანაც ვერ მოითმინა და ესე გაუკეთა ბოლოს. დაიბარეს მეორე დღეს ეს ბატონი დაწმინდის პოლიციაში. და თქვენო ქალისთვისო შეურაცხყოფა მიგიყენებიათ, შეგიგინებიათო და პატივცემულო ქუთაისი ხო იცითო? გიო ქუთაისი ვიცით ხო და საფიჩხირიდან რო დავიწყებ გინებას
აღორის ბოლოში ძლივს მომთორებოდა. სადღე იგონ ამ ადამიანმა ჩემ ეგინეო. არაო, ხელის მიმიკებითო, ესე იგი ჩვენებიათო და თქვენო ესე იგი ხო, ნუ ეგ არ ვიცი, ეს ქუთაისურად იცით რა არისო, ჩააფურთხე და გეტყვიო. არაო, პატიცებული, ეს არისო სამ ზონაში მივდიოდიო და მე ხა ამას ხომ უნდა გამოეძვნა თავი და ხო და არ მივდიოდი. ამ ზონაში ორხევში მივდიოდი. ორხევში მივდიოდი. კარგი, ერეკლე, მითხარი შენი ნომერი. 0903 300 0903 ამ შემთხვევაშიც თუ კი მოგწონთ ერეკლე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ. აბა ერეკლე გისმენთ. Tვალებზე მე მოვალ შენთან და მოგეფერები ამ თბილი ხელებით გახედე გარეთი წვიმებს ვერ დავივიწყები წამებს რომ დაგინახე მოკლედ ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა წარმატება გისურვოთ. სამშაბათი მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი დღეა თქვენ ცხოვრებაში. გულწრფელად გეუბნებით, გულიაშვილურად, რომ მე მინდა რომ სამივე იყოთ გამარჯვებული, თუმცა ერთი თქვენთაგანი იქნება ნამდვილად, რასაც წყალი არ გავა და სამივეს წარმატებას გისურვებთ. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ არხს ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელსო, სამშაბათს საღამოს 10-ზე თამაშდება ბინა და რაც მთავარია, ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები იმღერებენ და ისეთ შესანიშნავად ახერხებენ ამ საქმეს, რომ ისინი უკვე ფინალში არიან და ეს უკვე ძალიან ბევრია, ჩემო კარგებო. ეს უკვე გამარჯვებაა. რა თქმა უნდა. რაც შეეხება ჩემს პატარა 350 ლარს, იმას მე შუაზე გაგიყოფთ, რამდენიც გამოდის და სამივეს ესე გადმოგცემთ.
რომ შემეძლოს იმ ბინასაც გადავტიხრავდი, მაგრამ მე არა მაქვს ამის საშუალება. მე რაც შემიძლია სამივეს გულს არ დაგწყვეტ. გაიხარ. ამიტომ გავა აუცილებლად ბევრი დრო ამ ყველაფერზე გაგეღიმებათ, იტყვით რომ კაი დრო იყო და მოგონებებში არ დაგავიწყდეთ მეც, იმიტომ რომ მინდოდა რომ ყოფილიყავით კარგად. რაც შეგეხება თქვენ ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი პატივისცემით დაგემშვიდობებით, შევხვდებით კვირას, მანამდე კი თქვენთან ერთად სამშაბათს მე ჩაუჯდები საქართველოს.